ერთი კვირის წინ სტეფანწმინდის სასტუმროში მომიწია ღამის გათევა. ტელევიზორი ყველაზე უკეთ რომელიღაც რუსულ არხს აჩვენებდა. იქ კი მეორე მსოფლიო ომის თემაზე გადაღებული ფილმი გადიოდა. ფილმი იყო ახალი, სპეცეფექტებით სავსე და ფუყე. რაღაცნაირი ტყუილი კინო იყო. გმირების და მათი ჩადენილი გმირობების ნამდვილები არ იყვნენ. ფილმი ხშირად წყდებოდა მოკლე საინფორმაციო გამოშვებით, რომლის მთავარი ნიუსი წითელ მოედანზე გასამართი ჯერ არ ნახული 9 მაისო აღლუმისთვის სამზადისი იყო. კინომ და 70 წლის წინანდელი გამარჯვების აღშანიშნავმა იარაღის ჟღარუნმა მე ჩემი ბავშვობის 9 მაისებთან დამაბრუნა. მაშინაც მთელი კვირა უშვებდნენ ომის თემაზე გადაღებულ ფილმებს, რომელთა შორის რამდენიმე ნამდვილი შედევრი იყო. ერთს მახსოვს მე და ჩემი უმცროსი და განსაკუთრებით ველოდით, შეიძლება იმიტომ რომ ჩვენ ბებიას უყვარდა და ჩვენ შეგვაყვარა. ფილმს ერქვა ბალადა ჯარისკაცზე და ფრონტიდან შვებულებაში დედის სანახავად შინ წასული ჯარისკაცის თავგადასავალი იყო. გონი ამ ფილმს სადღაც დღის პირველიდან 2 საათამდე უშვებდნენ. მანამდე კი დილით ბაბუას მივყავდით ვაკის პარკში, რომელსაც სინამდვილეში გამარჯვების პარკი ჰქვია. ვეტერანებში ბაბუა ენერგიულად მიიკვლევდა გზას და მათში ყველაზე ახლოვანი და ლამაზი ჩანდა. მაინც ეხლა რომ ვფიქრობ, რაღაცნაირად დაკარგულად გამოიყურებოდა იქ. ორდენებით დახმძღულ ადამიანებში სწრაფად მოვსიარულე და თითქოს რაღაცის მაძებარი მახსოვს. მერე სახლში ბრუნდებოდით, ჯარისკაცის ბალადაც იწყებოდა და ჩვენი 9 მაისოს სტუმრებიც მოდიოდნენ. ამ ხალხს მე განსაკუთრებით ველოდი და სწორედ მათ გამო ველოდი ყოველ 9 მაისს. მათი მსგავსი არავინ მინახავს, არც მანამდე და არც მას მერე. ეს სამი მხატვარი ბაბუა ჩემის ომში დაკარგული ძმის თანაკურსელები და მეგობრები იყვნენ. ბაბუას ძმა მოქანდაკე უნდა გამოსულიყო და სამხატვრო აკადემიაში სწავლობდა. კურსელები ომის პირველივე დღეებში წაიყვანეს ფრონტზე. რამდენიმე კვირაში გაიწვიეს ბაბუა ჩემიც, რომელმაც ბერლინამდე იარა. მისი უფროსი ძმა კი ომის პირველივე დღეებში უზოუკლოდ დაიკარგა. ხოლო მისი სამი მეგობარი ტყვეს ჩავარდა და ჯერ გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების ჯოჯოხეთი გაიარა და მერე სტალინური ბანაკების. ჩვენ მათ წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვხედავდით. საგანგებოდ ამ დღეს ბაბუა ჩემის მიერ დაუყური ძმის მეგობრებისთვის გაშლის სუფრაზე. ბაბუამ ძმის საფლავი 10 წლეულების მანძილზე ჯილკათ ეძება და ბოლოს უკრაინაში მიაგნო. საერთოდაც ეს ძნელი და თან მრავალჯერ მომხდარი ამბავია ორ ძმაზე, გადარჩენილზე და დაუყურზე. და ამ ამბავში როგორც წესი შინ მოუსწრული დაბრუნებულზე უკეთესია. ასე რომ არც იყოს, მაინც ასე იტყვიან და თუ არ იტყვიან, გაიფიქრებენ მაინც. 9 მაისი კი ჩემთვის ორ ჯოჯოხის გამოვლილი სამი მოხუცი მხატვრის სმენის დღე იყო. არც მე და არც მანამდე მე არ მინახავს ასეთი კეთილი და უბოროტო ხალხი, რომლებიც ღირიმილით ყვებოდნენ მათ თავზე დატრიალებულ საშინელებებს. ამბებზე მეტად მე ეს განწყობა მახსოვს. ამბები კი ერთმანეთში აირია და ახლა გამიჭირდება თქმა. სად ხდებოდა თებში სუპისთვის და ატეხილი ჭყლეტვა გერმანულ თუ საბჭოთა ბანაკში. ამ სამი ადამიანის სახე და მათგან მომავალი სიმშვიდე კი დღემდე თვალწინ მიდგას. წლები გადიოდა. სამეულს ჯერ ერთი კაცი გამოაკლდა, მერე მეორე და 9 მაისოს სუფრაზე ერთი სტუმარიღა შემოხვდა. მერე ისიც გარდაიცვალა. უკვე მე-11 წელი აღარც ბაბუაა ცოცხალი. რამდენიმე წლის წინ კი ჩემმა და მითხრა, რომ ყოველ 9 მაისს მარტო დადის ვაკის პარკში ბაბუის საპატივ ცემულობ. ჩვენიანები ჩვენ უბრალოდ გვიყვარს და არასოდეს ვეკითხებით საკუთარ თავს რატომ. მაგრამ სასტუმროში ტელევიზორის წინ წამოწეულმა ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემი და განსაკუთრებულად ისეთი მიყვარს, როგორც ვაკის პარკში წარმომიდგენია. ალბათ ბორდიურზე ზის ცოცხლად დარჩენილ კანტიკულ მოხუც ვეტერანებს უცხეს და ჩუმად ეწევა სიგარეტს, რომელსაც ორივე მუდმივად ვანებებთ თავს და თან ვერც ვანებებთ. ამეებზე ფიქრში ისიც ვიფიქრე, რომ სამი მხატვარი ალბათ არასოდეს დადიოდა გამარჯვების პარკში. ეს მათი გამარჯვება არ იყო. თვითონ ალბათ არც კი ფიქრობდნენ გამარჯვებულები რომ იყვნენ. ხო და ისიც ვიფიქრე, რომ ჩემი და ამ სამი კაცის მაგერადაც დადის მეთქი იქ დარწმუნებული ვარ, ისიც ახსენდება და მათცეც ფიქრობს. სასტუმროს ტელევიზორს პულტი არ ჰქონდა. გამოსართავად ადგილამ მეზარებოდა. ვიწეხი ტელევიზორიდან მომავალ აბსურდულ, უაზრო და ამიტომ კიდევ უფრო საშიშ ბაქიბუქს უცხერი და ვფიქრობდი, რომ ალბათ ძალიან კარგია, როცა შენთვის 9 მაისი უბოროტო, კეთილ და ძალიან ადამიანურ ადამიანებთან არის დაკავშირებული.